მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. მე ნუცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. დასაწყობების სექტორში დიდი მოთხოვნა შეიქმნა სასაწყობე ფართებზე გაცემული ნებართვები გასამაგებულია. ამის შესახებ TBC კაპიტალის კვლევაშია ნათქვამი, როგორც ტრანსპორტირების და დასაწყობების სექტორის შესახებ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნული ბოლო 3-4 წლის განმავლობაში დასაწყობებაზე მოთხოვნა 9%-ით იზრდებოდა სასაწყობე ფართებზე. გაცემული ნებართვები კი 2024 წელს 2023 წელთან შედარებით გასამაგებულია. 2025 წლის 8 თვეში კი 100,000 კვადრატულ მეტრზეა ნებართვა გაცემული. ამასთან TBC კაპიტალში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ქვეყანაში მაღალ განვითარებული ლოგისტიკური სერვისების სიმცირეა. 9%-ით იზრდებოდა მთელი ბოლო 3-4 წელი დასაწყობებაზე მოთხოვნა და ასევე იგივე ტემპით, იმავე ტემპით გაგრძელებას ველოდებით დასაწყობებაზე მოთხოვნისთვის და კიდევ საინტერესო არის ის, რომ ბაზარი გაყვა რაღაცნაირად აი ამ შექმნილ სიტუაციას და ვხედავთ, რომ ნებართვები საკმაოდ გაზრდილი არის, გასამაგებული არის სასაწყობე ფართებზე შექმნილი გაცემული ნებართვები 2024-ში 2023-თან შედარებით და ეს ტემპი 2025-საც გამოყვა. ჯერ არ მისულა იქამდე და ისეთ სოფისტიცირებული არ არის ჯერ კიდევ მოთხოვნა, რომ გქონდეს ძალიან მაღალ განვითარებული ლოგისტიკური სერვისები, როგორც არის 3PL სერვისები. ისევ რაღაცა მარტივი სქემით ოპერირებს, თუმცა არსებული მოთხოვნა ესეთი არის. ფრაგმენტირებული არის, ძირითადად ძალიან ბევრი მოთამაშეა და საინტერესო არის ის, რომ სხვილი მოთამაშეები ამ სასაწყობე საჭიროებებს იქნაყოფილებენ თავად. სწორედ იმიტომ, რომ მათ კომპლექსური საჭიროებები აქვთ და არ დახვდათ ეს კომპლექსური სერვისი მეორე მხარის მიწოდება, ეს ვერ უზრუნველყო. რა ტენდენციებია დასაწყობების სექტორში და როგორია ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა? ანუკა ჯოხაძე მუშაობს თემაზე და დეტალებით მომდევნო გამოშვებებში შემოგვიერთდება. 22 სექტემბრის მონაცემებით კახეთის რეგიონში 84,000 ტონა ყურძენია გადამუშავებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ამ ეტაპზე ღვინის საწარმოებს ყურძენი 6,500-მდე მევენახემ ჩააბარა. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 40,000 ტონამდე რქაწითელი, 37,500 ტონამდე კი საფერავი დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. აღსანიშნავი, რომ წელს რთველი განსხვავებული პირობებით ტარდება, კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა და ჭარბყურძენს მხოლოდ სახელმწიფო მოსავლის მართვის კომპანია ყიდულობს. წელს 1 კილოგრამი საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი კილოგრამზე ლარ-ნახევარით განისაზღვრება. სხვა ჯიშის ყურძენზე, მათ შორის რქაწითელზე შესაწყისი ფასი დიფერენცირებულია და ყურძნის შაქრიანობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ფასი ლარი და 20 თეთრის ფარგლებშია. წლევანდელი რთველი ღვინის ექსპორტის კლების ფონზე მიმდინარეობს. წელს 8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე სულ 165,5 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წევრად თითქმის 16%-ით შემცირებული მაჩვენებელია. როგორ მიმდინარეობს რთველი და რა ტენდენციებია ექსპორტში 15 საათსა და 30 წუთზე სტუმართან, კომპანია ასკანელის დირექტორთან ირაკლი უგლავასთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემებზე. სახელმწიფო როგორც ბაზრის მთავარი მოთამაშე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის ვასილ მანაგაძის შეფასებით, კახეთში მოქმედი რთველი სუბსიდირების არსებული მოდელი სახელმწიფოს მიერ სპირტის ნედლეულის მონოპოლიზაცია. მანაგაძის შეფასებით, არსებული სქემის ფარგლებში ბევრი კომპანია გამოეთიშება პროცესებს და მათ შორის დიდი ზომის ქარხნებით. რეალობა აჩვენებს, რომ სახელმწიფო კომპანიას შეუძლია ბაზარზე არსებული ეგრეთ წოდებული ჭარბი ყურძენი სრულად შეიძინოს. მიღებული სასპირტე მასალა კი თვით ღირებულებაზე დაბალ ფასადაც კი გაყიდოს. რისი მაგალითებით მრავალ არსებობს, მაგალითად გასულ წელს მოსავლის მართვის კომპანიამ მარაგებში არსებული ღვინო მასალა, რომელიც 102 მილიონ ლარად იყო შეფასებული, 39 მილიონ ლარამდე ჩამოაფასა. ღირებულების 300%-იანი ვარდნა სწორედ იმითაა განპირობებული, რომ სახელმწიფო კომპანიას ბაზარზე მოთხოვნის ნაკლებობის გამო რეალიზაცია უჭირს. უწყობს თუ არა ხელს რთველი სუბსიდირების არსებული მოდელი სპირტის ბაზარზე სახელმწიფო კომპანიის პოზიციების გამყარებას. და რა გავლენა აქვს ამას სექტორულ ბიზნესზე? ელენე გოგბერაშვილი მუშაობს თემაზე და დეტალებით მომდევნო გამოშვებებში წარმოგვიდგენს.
სამედიცინო და მოვლენილი პერსონალის ემიგრაცია საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშია საუბარი, რომელიც ჯანდაცვის მუშახელის მიგრაციას ეხება. ანგარიშის თანახმად საქართველოში ბევრი ექიმი კარიერის ადრეულ ეტაპზევე მიდის სხვა ქვეყანაში ყველაზე ხშირად. ისინი რეზიდენტურის გავლას გაერთიანებულ სამეფოში ან შეერთებულ შტატებში ამჯობინებენ, ასევე გერმანიაში სტაჟიორებად ახალგაზრდა სამედიცინო პერსონალს უერთდებიან. ქართველი სამედიცინო პერსონალისთვის საბერძნეთი და ისრაელი ასევე პოპულარული დანიშნულების ქვეყნებია. ჯანმოს მონაცემებით 2021-2022 წლებში საქართველოში განათლება მიღებული 770 ექიმი მუშაობდა ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნებში. მათ შორის 770-დან 527 მუშაობდა გერმანიაში, 69 საბერძნეთში, 58 ისრაელში, 34 გაერთიანებულ სამეფოში, 24 კი საფრანგეთში. თბილისში რეაბილიტირებული მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე გაიხსნა, როგორც განახლებული სასახლის გახსნის ცერემონიაზე ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი ყობაღიძემ განაცხადა, ისტორიული ძეგლების განახლება დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელება. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით კი პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა სასახლის რეაბილიტაცია 2020 წლიდან მიმდინარეობდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასახლე, ეროვნული სასახლე, კიდევ მრავალ თაობას აღწევს ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა გაეუფლება აქ ხელოვნების საფუძვლებს, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ადამიანი, ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურის სფეროს, მეცნიერების სფეროს, სპორტის სფეროს, სწორედ ამ ეროვნული სასახლის დამსახურება. პროექტის ფარგლებში სრულად მოხდა სასახლის განახლება. პირველი, რაც გაკეთდა, ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია განახლება, რომელიც იყო ამორტიზირებული, ძალიან ცუდ მდგომარეობაში და თვითონ სასახლეს უქმნიდა ძალიან დიდ საფრთხეს. პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ ავეჯს, აღდგა იატაკი, ჩატარდა ჭერის შესაბამისი სამუშაოები. აღარ გავაგრძელებ ახლა ყველა იმ დეტალის ჩამოთვლას, თავადაც ხედავთ, რამდენად მასშტაბური სამუშაოები იქნა ჩატარებული, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ ტექნიკურ მონაცემების მიღმა უამრავი ადამიანის შრომა დგას. აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტოს ტრენდის ინფორმაციით ბაქო-თბილისი ჯეიჰანით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი განახლდა. სააგენტოს ცნობით 13 სექტემბერს აქტოუს პორტში 9000 ტონამდე ნავთობი ჩაიტვირთა. ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენში გასატარებლად შემდეგი ჩატვირთვა 20 სექტემბერს იყო დაგეგმილი. ტრენდის ცნობითვე 8 თვეში ჯამში ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენში თითქმის 1 მილიონი ტონა ყაზახურმა გაზმა გაიარა. აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით 8 თვეში მილსადენით 18 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გადაიტვირთა, რაც წლიურად 5.3% შემცირებული მაჩვენებელია. გატარებული ნავთობის 84%-ზე მეტი აზერბაიჯანული იყო, 15.7% კი თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან წარმოებულ ნავთობზე მოდიოდა. რიცხვები აჩვენებს, რომ ამ პერიოდში მილსადენის მეშვეობით გადაზიდული აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობა 2.1%-ით, ხოლო თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან ნავთობის ტრანზიტი 19.4%-ით შემცირდა. ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი, ჩვენ უკვე ერთმანეთს 13 საათსა და 40 წუთზე შევხვდებით დროებით.